სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 1995 წლის 5 ოქტომბერს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, მეც არ მახსოვდა ეს კითხვა და მეც არ ვიცოდი ეს დეტალი. საქართველოში და იცით მართლმადიდებლობაში მიუღებელია ქალი რომ იყოს დიაკვანი. აი პროტესტანტულში ჯონ მაკარტური პასუხობს თუ რა არის ბიბლიური დამოკიდებულება ამ საკითხთან. ქალბატონი მელისა სვავს ამ კითხვას, შეიძლება რომ ქალი იყოს დიაკვანი? გამარჯობათ, მე მქვია მელისა და მეკითხვა მაქვს პირველი ტიმოთეს მესამე თავიდან, როდესაც საუბარია უხუცესებსა და დიაკვნების კვალიფიკაციის შესახებ. და მე ვიწყებ ალბათ მერვეს მუხლიდან 13-ის ჩათვლით, სადაც ნათქვამია რომ დიაკვანი შეიძლება იყოს ქალიც, რადგან ამბობს რომ დიაკვნები უნდა იყვნენ ერთი ცოლის ქმრები. შეიძლება აქედან ეს დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ქალსაც შეუძლია იყოს დიაკვანი? და ჯონ მაკარტური პასუხობს: აი ამაზე რა სიტყოდით? მე ვეთანხმები ამას. და ჩემთვისაც სურპრიზი იყო სხვათა შორის. ნება მომეცით გითხრას თუ რას ნიშნავს ეს. გასაგებია ასე რომ თქვენ გაინტერესებთ რატომ არსებობენ ქალები დიაკვნები? დიახ. კარგით, მე-11 ლექსში ეს საკვანძო მუხლი არის და მე ახლა ხან დავწერე წიგნი დიაკვნების შესახებ და იმის ნაცვლად რომ ცადო ყველაფრის გაშუქება ის ხელმისაწვდომი იქნება ამ კვირაში. ასე რომ ჩვენ გვექნება ეს საშუალება და იქნება თქვენ აიღოთ ეს წიგნი და წაიგითხოთ მომავალ კვირას. იქ ვიძლევი ძალიან დეტალურ განხილვას და მთელ ამ პროცესს. და თუ გადახედავთ მე-11 მუხლს, ის საუბრობს უხუცესებზე. მოდით მე წავიკითხავ ახლა, რომ არ ვიმორჩილოთ ეს ადგილი ზუსტად. დავიწყოთ პირველიდან. სარწმუნოა სიტყვა თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს, მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმციკლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი ნებისმიერი სტუმართმოყვარე, აზრიანი წესიერი სტუმართმოყვარე, განსწავლელი. აი ასეც მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი სიტყვის გამსწავლელი და ამ შედარებას მე ბატონი ჯონი განსხვავებას გააკეთებს უხუცესებსა და ეპისკოპოსებსა და დიაკვნებს შორის. ანუ სიტყვის განსწავლელი, ანუ სიტყვის ქადაგებელი. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი, არა ფულის მოყვარული. როგორ კარგად ახასიათებს ეს ქართველ მღვდლებს არა და ეპისკოპოსებს. თავის სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ყავს ყოველგვარი ღირსებით, რადგან თუ ვინმე საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორ გაიზრუნებს, ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამზავროში არ მოხვდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, აი მერვე დაიწყება დიაკვნეზე. არა ორპირნი, ღვინის ნაკლებად მოძულენი, მიძალებულნი. ესე იგი, ღვინის თრობა როგორი პოპულარული იყო, ესე იგი, წარმოვიდგინეთ წარმართული იმაში. ხლა ეს ებრაელებს მე მგონი ნაკლებად ეკუთვნით. იქ წარმართებზე ალაპარაკი, ბერძნები, იცით ხო, ბახუსი და ესენი როგორ პოპულარული იყო რომაელ კულტურაშიც, ხო? და ნახეთ ქართულ კულტურაშიც როგორი პოპულარულია ახლა ეგა. რომ პირიქით, ღვინოს სვამენ კი არა, ნახეთ როგორი ისინი არიან. არა ანგარნი, რათა წმინდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესეც რა ანგარებაზე იცით რა მაგიტომ შედიან ზუსტად დიაკვნები დღეს საქართველოში. და მე-10-ში ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ თუ უბიწონი იქნებიან იმსახურონ. მე-11 ცოლებიც, ნახეთ, აი ცოლებიც საინტერესოა ხედავთ, ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ. და აქედან ამბობს გასაღები მუხლი ამას ამბობს ბატონი ჯონიც რომ გასაღები ესე იგი ეს ნიშნავს რომ ცოლებსაც შეუძლიათო არა მაბეზღანი კდება მოსვლი და ყველაფერში ერთგული ხედავთ რომ ესე იგი კვალიფიკაცია აქვს ცოლებისაც რომელსაც შეუძლიათ რომ მსახურები დიაკვნები იყვნენ დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი უნდა იყოს დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს შვილებისა და თავის სახლის კარგი მმართველი ვინაიდან კეთილად მომსახურენ თავიანთ თავებისას იმკვიდრებენ პატივსა და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში ამას გწერ და ვიმედორო რომ მალე მოვალ შენთან მაგრამ თუ დავიგვიანებ იცოდე რომ მოიქცე ღვთის სახლში როგორ მოიქცე ღვთის სახლში რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესია ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის ეს საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცში გამართლებული იქნა სულში დანახული იქნა ანგელოზების მიერ ნაქადაგები იქნა ერებს შორის
რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე და ამაღლდა დიდებაში. ქრისტე პავლე შანსს არ უშვებს, საშუალებას არ უშვებს, რომ არ იქადაგოს სახარება. ძალიან მოკლედ ორ სიტყვაში და ახსენებს ტიმოთეს და ჩვენს ამ ყველაზე მთავარ მნიშვნელობას თუ ვის ვემსახურები და რას ვემსახურები ჩვენ. და აგრძელებს, თუ გადახედავთ მე-11 მუხლს, ჯონ მაკარტური ამბობს, ის საუბრობს უხუცესებზე. შემდეგ კი ერთგვარად ცვლის სიჩქარეს და საუბრობს დიაკონებზე. ლექსი მე-9-ს. კვალიფიკაცია ძირითადად იგივეა. სინამდვილეში, რაც მე აღმოაჩინე ჩემ კვლევაში იყო ის, რომ განსხვავება, ერთადერთი განსხვავება, რომელიც მე ვიპოვე უხუცესსა და დიაკვანს შორის, ძირითადად იყო ღვთის სიტყვის სწავლების უნარი და მათზე უარის თქმა. ვინც ასწავლიდა შეცდომებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უხუცესსა და დიაკვანს შორის უპირველეს განსხვავება ტექსტურად არის ღვთის სიტყვის მართვის უნიკალური უნარი, რაც ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. სულიერი კვალიფიკაცია ნამდვილად არაფრით განსხვავდება, მას სჭირდება იგივე ღვთისმოსავი და სათნო ადამიანი. და შეიძლება ასევე დავასკვნათ, რომ დიაკვნები არ უნდა იყვნენ უხუცესებივი წინამძღოლები, მაგრამ ეს არასწორია, რადგან მე-12 ლექსში უნდა აჩვენო, რომ მათ შეუძლიათ მართონ თავიანთი შვილები და საკუთარი სახლიც. ასე რომ მე ვერ ვხედავ განსხვავებას ხელმძღვანელობის და შესაძლებლობაში უხუცესსა და დიაკონს შორის. ერთადერთი რაც მე ვხედავ, ეს არის განსხვავება იმ უნარში, რომელიც მათ შეუძლიათ ღვთის სიტყვის არტიკულაციით მოახდინონ. მაგრამ მე-11 მუხლი აქ დისკუსიის შუაგულში ამბობს, თუნდაც ასეც იყოს და იგი იყენებს სიტყვას ქალები და არა ცოლები. ცოლები იქნება თვითნებური თარგმანი. იყვნენ სერიოზულები, არაცილისწავლები, თავხედები ყველაფერში ერთგული და დარწმუნებული ვარ, რომ იქ უკვე საუბარია პირდაპირ იმ ქალებზე, რომლებიც უკვე მსახურობენ დიაკონის ამპლუაში. სიტყვა დიაკონი სხვა შორის ძალიან ზოგადი ტერმინია ბიბლიაში და ეს უბრალოდ ნიშნავს მსახურს. ხოლო ფებე გახსოვთ ხო, რომელთა მე-16 თავში მე-11 მუხლში იწოდება დიაკონად და ის ქალი იყო ცხადია. და არიან სხვა ქალებიც, რომლებიც პავლესთან ამბობს პავლე, ჩემთან ერთად მსახურობდნენ სახარებაში, ამბობს პავლე და იქ იყენებს იმავე სიტყვის ზმნის ფორმას. ასე რომ ვფიქრობ, ქალები მოხსენებული მე-11 მუხლში და ბერძნულ ტექსტში არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მეჩვენება, რომ ეს არის ცალკე ჯგუფი, იზოლირებული დანარჩენისგან. ასე რომ ის საუბრობს უხუცესებზე, საუბრობს დიაკონებზე და შემდეგ საუბრობს ქალებზე, რომლებიც ასევე მსახურობდნენ დიაკონებად. ასე რომ ვფიქრობ, ამისათვის არის აქ ადგილი. ადრეულ საეკლესიო ისტორია ადასტურებს, რომ ისინი აღიარებენ დიაკონებს, რომლებიც ჩვენ ინგლისურად ვეძახით ქალ დიაკონებს დედრობით სქესში. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია. და სხვათა შორის სკოლიოს სახით ასევე ერთი ცოლის ქმარზე მინდა ვახსენო, რომელიც ბერძნულ ტექსტში არის ერთი ქალის კაცი. და ვფიქრობ, ბევრმა არასწორად გაიგო ეს ავტორიზებული თარგმნის ბიბლიის გამო. ეს ანიშნავს იმას, რომ ეკლესიაში მსახურების კვალიფიკაციის უნდა ყავდეს ერთი ცოლი, რადგან ეს არავისთვის სულიერი კვალიფიკაცია არ არის. შეიძლება იყო აშკარად წარმართი და ხედავთ, ყავდეს ერთი ცოლი. ეს არავის არაფერში არ ამართლებს. ეს იქნებოდა ერთადერთი არასულიერი და რაც შეიძლებოდა აქ ჩაგვედო. მაგრამ ის რაც ტექსტში არის, ნათქვამი ეს არის ერთი ქალის კაცი. საქმე ისა კი არ არის, რომ ყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი. საქმე ისა, რომ ყავდეს ის, ვიზეც ახარ შენ ერთგული და დაქორწინებული და სხვა ქალთან არ კონდეს ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ შენ ახარ ერთი ქალის კაცი და მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებსაც ყავთ ერთი ცოლი ყავთ, მაგრამ მათ დიდი ინტერესი აქვთ სხვა ქალების მიმართ, რომლებიც მათი ცოლი არ არის. დღესაც გავიგე ჩვენს მხარეში მდებარე ეკლესიის შესახებ, სადაც მოძღვარი და თანაშემწე ახლახან დაიჭირეს სხვადასხვა ქალებთან ურთიერთობაში და მათ დაანგრიეს მთელი ეკლესიის მთელი ხელმძღვანელობა. ახლა ეს არ არის, ეს არ ნიშნავს ერთი ქალის კაცობას, ხო? ამიტომ რომ მას შეიძლება ყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, მაგრამ ყავდეს ასევე სხვა ქალები და არასოდეს განქორწინებულა, მაგრამ ის მაინც არ ითვლება ერთი ქალის კაცად. ასე რომ სწორია იმის გამოთქვა, მაჩვენე შენ ერთი ქალის მამაკაცი და მე გაჩვენებ კაცს, რომელიც არის სულიერი ზრდასული. მე მაჩვენე კაცი, რომელიც მხოლოდ ერთ ქალზეა დაქორწინებული და მე გაჩვენებ ქრისტიან ადამიანს. და მე ვერ ხვდები ეს მარტო თუ იმითი იმჟელებ თქვენ ცოლზე დაქორწინებით, ამითი თლიანად ვერ განსაზღვრავთ მის სულიერებას. გესმით, რაზეცაა ლაპარაკი, ფორმალურად შეიძლება იყოს დაქორწინებული, მაგრამ არაფორმალურად მას ჰქონდეს ურთიერთობები. იცით ხომ, რასაც გულისხმობ. დიახ, მადლობა ჯონ, მადლობა პასუხისათვის.